ანუ გადაწყვეტილებას ასეც არ ველოდი, არც ნახეთ არ ვიცოდი რა ხდებოდა, საერთო ჯამში რომელი მუხლი იყო, კონკრეტულად არ მესმოდა. და რადგან მუხლი არ მესმოდა, ვერ ხვდებოდი საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა. როდესაც უშუალოდ ადვოკატები ვნახე დარბაზში, იქ მითხრა, შეთანხმდა მარიამმა მითხრეს, რომ გირაოს ითხოვს პროკურატურაო და როცა გირაო მოითხოვეს, გავთავისუფლებოდი თუ არ გავთავისუფლებოდი, მანდ უკვე არ მქონდა ზუსტად ინფორმაცია და მოლოდინები არ მქონდა გათავისუფლებით გულწრფელად რომ გითხრათ. პროკურატურის ბრალდებას და გამოძიებლების ბრალდებას, როცა შემოვიდნენ იზოლატორში და ბრალი წამეყენეს, ვერანაირად ვერ დავეთანხმები მაგას. ანუ არ დაგიზიანებიათ და იმიტომ? არ დამიზიანებია და ვერანაირად ვერ დავეთანხმები, ცხადია. უხარდა გირაო 2000 ლარის ოდენობით საპატიმრო უზრუნველყოფის გარეშე. აღნიშნული გადაწყვეტილება საპროცესო კოდექსის თანახმად არ საჩივრდება. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში საჩივრდება მხოლოდ, როდესაც სხვა აღკვეთის ღონისძიების სახე ეფარდება, ხოლო მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულს შეეფარდა გირაო და ბრალდების ხარით ითხოვდა გირაოს შეფარდებას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის მიერ უნდა მოხდეს გირაოს თანხის გადახდა 20 დღის ვადაში. დღეს 2 საათზე მოსამართლე დავით კურტენიძემ განიხილა მეგიდია სამიძის აღკვეთის შეფარდების საკითხი. ბრალდების მხარე სურდა რომ გირაო გამოეყენებინათ, თუმცა ჩვენი პოზიცია იყო, რომ საერთოდ არ საჭიროებდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას მეგიდია სამიძე. ასევე მოვისმენთ დღეს ეს აბსურდული ბრალდებები, რომ თითქოს მეგიმ ჩაიდინა ეს დანაშაული და ისაუბრეს იმ საფრთხეებზე, რატომაც უნდა გამოეყენებინათ გირაო და ეს საფრთხეები იყო მისი მიმალვა, ეს საფრთხე იყო ხელახალი დანაშაულის ჩადენა, ეს საფრთხე იყო ასევე ის, რომ მოწმეებზე გავლენას მოახდენდა მიმალვის შემთხვევაში. ყოველთვის არის ცნობილი, რომ მეგი მიემგზავრებოდა თბილისიდან ბათუმში თავის ოჯახთან, ამის გარდა იმგზავრა საჯარო ტრანსპორტით, ამის გარდა ტელეფონი ჰქონდა ყოველთვის ჩართული, არავინ არ დაკავშირებია საგამოძიებო ორგანოებიდან და პროკურატურიდან, რომ შეტყობინება მაინც შესულიყო გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით და არანაირი საფუძველი არ იყო მისი სპეცოპერაციით აყვანისა, ამას გულისხმობთ. შესაბამისად ეს საფრთხეები არის არარეალური, არის აბსურდული, ისევე როგორც ის სისხლის სამართლებრივი საქმე, რომელიც მეგიდია სამიძის წინააღმდეგ არის დაწყებული.